2012 წლის 2 ნოემბერი. ეს გზა აკავშირებს ორ პატარა ქალაქს. სადღაც დაახლოებით 4 წლის წინ ყოველდღიურად მიწევდა ხოლმე ამ გზაზე. გავლა დილა ადრიან, უთენია და საღამოს დაბრუნდა სახლისკენ. ჩამოვლისას ერთხელ ისე მოხდა, რომ ადრე წამოვედი სამსახურიდან, ხო ეს ჩვენი ფოფოდია არის. ხან ხვლიკს ვეძახი, ხან კონსერვის ბანკას, ბოლო-ბოლო მაზდა. შევავლე ხელი დავამსგავსე მანქანას. წინაკვირაში ახალი ფაჩუჩები ჩავაცვი. ახალი საბურავები დავუყენე. ძალიან პრაქტიკული მანქანაა, ძალიან ეკონომიური. ყველა იმ სამეურნეო საქმისთვის, სამშენებლო საქმისთვის ვიყენებ ეს ეხსნება ტანაფი. მოკლედ ხმაურია და ჯობია ქვევით ჩავიდე. გამოვლისას ბევრჯერ ცოტა ნათელი როცა იყო შევამჩნიე კაკლის ხეები. აი დაახლოებით იმ ადგილში, სადაც ყვითელი საგზაო ნიშანია. ერთხელაც გავაჩერე, მოვიკითხე აქვე მეზობლებში, თუ ვის ეკუთვნოდა, ვერ გამცეს პასუხი. მინდა და კაკლის აკრიფა. ერთ-ერთმა, ვინც გვერდზე ცხოვრობს, მითხრა რამდენიც გინდა აკრიფე, შენი იყოს. იცით, როგორი გამოყენება აქვს ჩვენს ქართულ სამზარეულოში კაკალს. აქ მაღაზიაში ძალიან ძვირი ღირს. ფაუნდი, ესე იგი, გარჩეული 9 კილოც არ არის, 0.454 გრამი ღირს, $3.50. ღირდა უпростоრად, ეხლა უკვე მოიმატა ყველაფერი. მოკლედ ავკრიფე სადღაც 1-4 სათლი და მქონდა კიდევ ცელოფნები მანქანაში. დავაპირე სიგარეტის მოწევა. გადმოვედი გზაზე და დავინახე ასეთი რაღაც. ხო მართლა ეს იმერლებისთვის, ჩემს საყვარელი კუთხი შვილებისთვის პრასია ბიჭებო, დათესილი აქ. პრასია იმდენი და იმ ხელა თავებს იბავს რომ მეტი არის. ორჯერ მოყავს წელიწადში პრასის მოსავალი. არ ვიცი რას უშვება, ვინ იყენებს, ნაღდათ არ ვიცი. მოკლედ პრასი გვაქვე. და გადმოვედი სიგარეტის მოსაწევად, აქ ეთხარეს, იმიტომ რომ დავინახე გზიდან ჩანდა აი ეს ბოძები და ვაზის ფოთოლი. მაშინაც ნოემბერი იყო. მაგრამ ნოემბრის მეორე კვირა. გადმოვედი და დავინახე რა ჩვენ ყველაზე ძალიან გვიყვარს ქართველებს. არ ვიცი, ბევრის არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ძალიან მიყვარს ვაზი. დავაკვირდი ძირებს, მეთქი სადღაც 60-65 წლის ძირები უნდა იყო. გაუბედურებული მოულელი. უკვე ის პერიოდი იყო, ეხლა 2 ნოემბერია, მაგრამ მაშინ როგორც გითხარით, იყო ნოემბრის მეორე კვირის ბოლო. ფოთოლი აღარ ჰქონდა. არც დავფიქრებულ ვარ. გადავედი ისევ მოპირდაპირე მხარეს. შევეკითხე მოპირდაპირე მეზობელს და მითხრა რომ მისი არ არის და არ იცის ვის ეკუთვნის. ვიფიქრე მეთქი რა უნდა მოხდეს იმისთანა, თუ მეთქი ამას მოვკრიფავ, იმიტომ რომ უკვე ტევანი თითქმის კი არას ცვიოდა, ძირს ეყარა. დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ გართული ვარ ჩემ საქმეში და მესმის ხმა ქალბატონი დგას ჩემს უკან, უჭირავს კაი გაზიზინებული ორლულიანი მოშვერილი ჩემზე. მეკითხება, გაქვთ თუ არა თქვენ უფლება ამ ტერიტორიაზე შემოსვლის? ვიცი აქაური კანონები, სხვანაირად მე არ ვცხოვრობ, იმიტომ რომ სადაც წახვალ იქაური კუდი უნდა დაიხურო. მაგრამ ასე თუ ისე მე სიტყვაზე კანონი დავარღვი. შემოვედი უცხო ტერიტორიაზე. თანაც ახლა სადაც მანქანა მიყენია. არის წარწერა იქა, სადაც წერია კერძო საკუთრება არ შემოხვიდეთ. მან გაჩვენებთ ახლა იმასაც. ორი ცალია ხანს.
აგერ არის ერთი ტრასის პირას. არაო მე არის იქით კიდევ მეორე არის კერძო საკუთრება private property არ გადმოვკვეთოთო ნუ მაინც იცით ჩვენი ამბავი ქართველების დავარღვიე კარგი ასე ვთქვა ჩავედი და კარგად ბლომად მოკრეფილი მაქვს დაახლოებით 7 სათლი გაჩვენებთ ახლა სადაც ვიპოვე ეს პატარა ვენახი. ზევიდან ისე არაფერი, მაგრამ აი ეს ჭალა და ეს მინდორი ეკუთვნის ამ ქალბატონს, ვისიც არის ეს ყურძნის ვენახი. აქ ზამთარში ძალიან ბევრი ფრინველი გროვდება. ეხლა წელს აღარ იმასქნა, რა ქვია, აღარ გათიბა ბევრი და ბევრი ბალახი აღარ დათესა და უფრო მეტი ადგილი დასტოვა წყლისთვის. აი კორომის იქით რომ ხედავთ მოპირდაპირე მხარეს. დინარე ჩადის სიდიდით მე-14 არის შეერთებულ შტატებში. წვიმების სეზონზე უკვე დაწყებულია, ასე ვთქვათ, სადღაც დაახლოებით იანვრის ბოლოსთვის აქ წყალი დადგება. აი შუა ჭალაში იქნება წყალი. სადაც გროვდება ძალიან ბევრი წყალმცურა. სადღაც 2 დღის წინ შემოსული ვიყავი აქეთ. სახლის წინა აქვს კიდევ პატარა ხეივანი აქვს, რომელსაც ასევე მოუარე, გავუსხალი და კაკლები აქვს, ვაშლი აქვს, სხვადასხვანაირი. ძალიან კეთილი ადამიანი გამოდგა. მითხრა რომ რასაც მოული ყველაფერი შენი იყოს, მაგრამ საწავიღო თვითონაც არ ვიცი. ამიტომ არ ჭირდება. რა ჭირდება არის მხოლოდ და მხოლოდ ცოტაოდენი ნიგოზი ოზინაყისთვის, საცივისთვის, იცით ახლა ქართველებმა არ აგიხსნით ბევრს თუ რა გამოყენება აქვს ნიგოს ჩვენ სამზარეულოში. მოკლედ არის ნუტრია ძალიან ბევრი აქ, მე ვნახე გაზაფხულზე 4 ოჯახი, მათზე არ არის საჭირო ლიცენზია. განადგურებას ექვემდებარებიან. რო უთხარი რომ მეთქი მაგათი ხორცი იჭმევა თქო გადაირი ადამიანი, იცოდე გიორგი აღარ მითხრა, მასეთი მსგავს თორეხმას აღარ გაგცემა. მოკლედ გზის იქით ამ მხარე ეკუთვნის ქალაქს, გზის აქეთ ამ მხარე უკვე country-ს, ანუ ნადირობა დაშვებულია აქ. აგერ ხედავთ დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლის ბალახია, შეიძლება საფარის მოწყობა, პატარა გუბურებში ეს გაიზრდება, ეხლა ჯერ კიდევ არ არის მდინარე ადიდებული. აი როგორც მდინარის ტოტი ასეთი რაღაც გაკეთდება და ძალიან ბევრი სხვადასხვა. აქ ორეგონში გვაქვს ასეთი საშუალება, რომ 14 სხვადასხვა სახეობის იხსე ვინადიროთ. არის კანადური ბატი, არის ნაცრისფერი ბატი, თეთრი ბატი და გედი. ნუ გედს არ ვესწრი 100 წელი. შიმშილით რო კვდებოდე, მაგრამ დანარჩენებზე ყველაფერზე შეიძლება ნადირობ. უკვე გზის აქეთ ამ მხარეს, ეხლა სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ იქით ისროლოს, ხვასი. ახლა კიდევ დაგანახებთ იმ იზაბელას, ადესას რო ვეძახით საქართველოში და აქ არ ეძახიან, ეს არის ამერიკული ჯიში. რაც ჩამოტანილია ჩვენთან და ძირითადად გურიაში აკეთებენ ამ ყურძნის ჯიშისგან ღვინოს. აქაური სახელი არის კონკორდი. რო გადმოვედი მაშინ პირველად და რო ვნახე, ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ მოულელია. მერე დავაკვირდი ძირებს, ნუ რაზეა ლაპარაკი, 60 წლის ძირი რომ არის და დაახლოებით 20 წელი, ბოლო 20 წელი რო არ მოული, აგერ ხედავთ მარცხენა მხარეს რა დღეში არის. ბალახში და მაყვალშია გახვეული. აქეთ ამ მხარეს ნახევარს მოვასწარი და მივხედე გაზაფხულზე. გავსხალი აი ეს ბალახს და იმას ვაშორებ მაინც, მაგრამ დროის უკმარისობა ყველაზე დიდი პრობლემაა. დროის უკმარისობას დაურთოთ ისიც რომ დამხმარე არავინ მყავს. 2 საათია შემოსული ვარ აქ და მხოლოდ 4 რიგის მოკრეფა მოვასწარი. ისიც თან უხეშად ვსხლავ, იმიტომ რომ გაზაფხულზე გამიადვილდეს უფრო
ძირითადი გასვლა, რომ ჩავატარო. დაშირდება ახალი ბოძების დამატება, მართulis გაჭინვა. არ ვიცი, მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ მივხედო საფუძვლიანად, როგორც ჩვენ გვეკადრება ქართველებს. განა იმიტომ, რომ აი ქართველი ვარ და რაც მაგრები ვარ ქართველი, არა. გრძნობ, რომ არ მასვენებს ის პრობლემა, რომ ვაზი ესეთ დღეში არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. არ ვიცი, ეს სისხლში გვაქვს ყველასთან. ამიტომ გადაწყვეტილი მაქვს მივხედავ საფუძვლიანად. გაჩვენებთ მერე თუ რას გავაკეთებ აქ. იყო კიდევ, ამ ხელა არ არის ის შედარებით ამის ნახევარია. და იქ გამორიცხულია უკვე რამის გაკეთება. იქ არის უკვე სულ მაყვალშია გახოვული, თანაც მაღალი ბოძები აქვს გაკეთებული მანამდე პატრონს. იქაც ასეთი სიტუაცია მოხდა, მოხუცი კაცი იყო, რომელმაც დარგო თავის ახალგაზრდობაში, შემდეგ დააბერდა და ვეღარ მოუარა. შვილი ქალბატონია, 60 გადაცილებული იქაც, ვეღარ უვლის და მაყვალმა შეჭამა ყველაფერი. ამას ასე თუ ისე უშველი. ახლა გაჩვენებთ რა დღეში არის. თითქოს და არასხია და ამხელა ბალახშია ჩაფლული. მაგრამ აუწევ ახლა ტოტებს და ნახავთ შიგნით რაც ახდება. სავსე არის. თანაც ისეთი ტკბილი მე გავაკეთე 4 წლის წინ. საერთოდ ვაკეთებ ნატურალურ ღვინოს ჭაჭაზე. რასაც დავწურავ, მე აქ ქვევრი არ მაქვს, მაგრამ რასაც დავწურავ, თავის ჭაჭა წვენი ყველაფერი თავსდება კასრში და მე ვაკეთებ ნატურალურ ღვინოს. თვარის ყველა გამოცვლაზე, ახალ თვარეზე ვუსვლი ჭურჭელს, მოვიძიე, ნახე, ინტერნეტში სისულელია მაგ ბოცების ყიდვა, იმიტომ რომ თითო ღირს 20 ლიტრიანები ღირს $35. და აქ ეძახიან garage sales. გარაჟში გამოაქვთ ავტოფარეხში 1000 ხარახურა ამათ უყვართ ყველაფრის მოგროვება და გადატერილი აქვს მანქანებს გარეთ დაყრიან და ავტოფარეხები სავსე აქვს. ხო და 8 წალი ვიყიდე ისინი. წავაწყდი ერთხელ მე მეგობარმა იყიდა კიდე დარიგებული მყავს ყველა. თუ მოასწრებენ სადმე იყიდონ მე გადავუხდი. არ ვიცი, ვაპირებ რომ მოუარო. განა ამდენ ღვინოს ახლა აქ რასაც უყურებთ, ხო არ ჩანს, მაგრამ 2 ტონაზე მეტი ასხია. 2 ტონა ამ მაქსიმუმი გამომივიდეს აქედან 800 ლიტრი სუფთა წვენი, სუფთა ღვინო. მე 800 ლიტრი რომ დავლივ წელიწადში, ხო? მომიწევს გადმოსვენებას ვინჩივის კაცო. ფერფლის ჩამოტანა. უზიარებ ხოლმე ჩემს თანამშრომლებს, უნაწილებ მეზობლებს და ასე შემდეგ. გუგზავნი ჩვენს თანამემამულეებს, ქართველებს, ვინც არიან ახლო-მახლოში აქ შტატებში. ვაპირებდი დღეს კანადაში გამეგზავნა მეგობარს ველაპარაკე და იცით ახლა ბრაუნინგს იცნობთ, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, კი იცით მონადირე კლუბი მონადირეს წევრი ვარ მეც და ერთ-ერთი ჩვენი მეგობარია. ვახტანგის ველაპარაკე დღეს და ბიჭო არ გამოგზავნო მაგი ადესალოთ ვარაო დაგვიჭირავენ ორივეს კანადაში თურმე სხვა კანონები. უпростоრეთ ძალიან დიდი თანხა დაჯდება ამ რაღაცა ძალიან მინიმალური ღვინის ერთი ბოთლის გადაგზავნაც იქით. არის ძალიან ბევრი შველი, ნაკვალევია ძალიან ბევრი და სადღაც დაახლოებით ერთ თვეში ამ გზაზე დავდივარ უკვე კაიხანია, ერთი თვე ყოველდღიურად ეს ბოლო 3 შველი ვნახე და ერთ-ერთი იყო ზუსტად იმ მესერთან აეხლა რომ მანქანები გადიან, სადაც საგზაო ნიშანი ჩანს. მომაკვდავი იყო, შემეძლო მაშინ, ეხლა არის უпростоრედ დღეს დამთავრდა. შემეძლო იმ პერიოდში გამეკეთებინა თაგ, ასე ვთქვათ, არის ნებართვა და გამეფორმებინა როგორც თვითონ მოკლული მყავს, მაგრამ მე უკვე აღებული მაქვს ერთი ცალი 30-ში ავიღე. 30 სექტემბერს 29-ში გაიხსნა და ამიტომ
ძალიან გულდაწყვეტილმა გავაჩერე მანქანა, გადავრეკე გარემოს დაცვის ინსპექციაში და მივეცი მისამართი რომ მოსულიყვნენ და თუ მოსარჩენი იყო მოარჩენდნენ თუ არა და ბოლოს დამარხავდნენ. ასეთი სიტუაცია. ასე ვცხოვრობთ ქართველები, მე წამოსული ვარ უკვე 13 წელია. ისევ და ისევ, არავის არ გეუბნებით იმას რომ აი რაც მაგრები ვართ, არა, ეს ჩვენ გვაქვს ძალიან ძველი კულტურა, ძალიან ძველი სისხლი, ძალიან ძლიერი გენები. აი იმ გენებმა მომიყვანა და იმ გენებს უნდათ რომ მოუვარონ აი იმ გაუბედურებულ ვენას. და რომ მოული, მაგაში ეჭვი არავის შეეპაროს. ეს ყველაფერი ჩემი ქართველებისთვის, ჩემი საქართველოსთვის, ჩემი ყველა იმ ხალხისთვის, ვინც ცხოვრობს და უყვარს ჩემი სამშობლო, სხვადასხვა ნაციონალიზმის წარმომადგენლებს, იცოდეთ ერთ. დააფასეთ ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობთ. მე ამ ქვეყანამ შეერთებულმა შტატებმა ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა. სადაც მე ვიგრძენი თავი და ისევ ვზნობ თავს ქართველად, მაქვს სახლი, კარი, საჭმელი, სასმელი, სახურავი. მოკლედ ასე ვცხოვრობთ ქართველები უცხოეთში. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს და გთხოვთ ყველამ იყვეთ კორექტულები. არის ხოლმე აქ ინტერნეტში, ქართულ ინტერნეტს ძალიან კარგად ვიცნობ. არავის თავს არ ვამეტებ. ვიცი რომ ჩემზე ბევრს აქვს უკეთესი პირობები, მაგრამ ჯობია ვაჩვენოთ ყველას თუ როგორ უნდა ცხოვრება საზღვარს გარეთ. ასე აჯობებს. იცოდეს ხალხმა რომ აქ არაფერი ქუჩაში არ ყრია. შრომა უნდა, სიკეთე უნდა, პატიოსნება უნდა და ადამიანობა. აი მაგას ქვია ქართველობა ჩემი აზრით. დროებით დაგემშვიდობებით, რაც შეიძლება უნდა ვეცადო რომ მაქსიმუმი მოკრიფო დღეს. დილით იწვიმა, მაგრამ წყალში მოკრეფილი არ მინდა. გადაშლა სადღაც 12 საათისთვის და ეხლა ვაპირებ რომ აქეთ აი ეს კასრების სათლები სადაც არის იმის იქით მივყვე და მოკრიფო ის ბოლო 3 წრეც. ხვალისთვის კიდევ ნახევარს ალბათ შეძლება. დამხმარე არ ყავს არავინ. მაგრამ ესეც ახალისო. მარტო რო ვაკეთებ რაღაცას, მე უკვე სიტყვას არ ატყუქნებ არავის. მარტო გავაკეთე და მამეშვით. მოკლედ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გვენატრებით, ვინც უცხოეთში ვართ, საქართველოსთან წამოსულები, მანდარჩენილები, ძალიან გვიყვარხართ. დიდხანს იცოცხლეთ თქვენი ჭირი. ჩვენს დაგვაფასეთ, ჩვენს დაგაფასეთ. დროებით